დიდი დაპირისპირების შემდეგ დიდი პოლიტიკური ამბიცია მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ექსცენტრიული მილიარდერი ილონ მასკი ახალ პარტიას ქმნის და ამერიკის პოლიტიკურ ლანდშაფტს შეცვლას პირდება. იქნება თუ არა მასკის პარტია ამერიკის ორპარტიული სისტემისთვის გამოწვევა. მილიარდერი ჯერ არ აკონკრეტებს, ვინ უხელმძღვანელებს მის მიერ დაანონსებულ ამერიკის პარტიას, მაგრამ უკვე ნათელია, ვინ იქნება მთავარი მეტოქე. ილონ მასკსა და დონალდ ტრამპს შორის საბიუჯეტო რეფორმის გარშემო არსებული დაპირისპირება ფონს კიდევ უფრო ამწვალებს. რა შეიძლება მოხვდეს ტექნოლოგიური გიგანტის პოლიტიკურ ამბიციებს და იქნება თუ არა ეს რეალური გამოწვევა ამერიკული ისტაბლიშმენტისთვის. ნათია ჩეხერიასთან ერთად გავაგრძელებთ ჩვენ ახლა საუბარს, ის უკვე კურიერი პიესის სტუდიაშია. ნათია, საღამო მშვიდობისა. ნათია, მასკის სურვილი გასაგებია, თუმცა საინტერესოა რა ასამობს მისი უკვე ყოფილი მოკავშირე დონალდ ტრამპი, როგორ აფასებს ერთ დროს მისი მსხვილი დონორის ამ გადაწყვეტილებას. სასაცილო და არასერიოზული ასე აფასებს დონალდ ტრამპი ილონ მასკის გადაწყვეტილებას, რომ შექმნას მესამე პარტია, არა დემოკრატები, არა რესპუბლიკელები, არამედ რაღაც სხვა. და ეს სხვა უნდა იყოს ამერიკის პარტია ილონ მასკის აზრით. თუმცა ამერიკის ამჟამინდელი პრეზიდენტი ამბობს, რომ ეს არის არასერიოზული და მხარდამჭერი ამ პარტიას უბრალოდ არ ეყოლება. რადგან მისი თქმით, ამერიკის პოლიტიკური სისტემა არის ორპარტიანი და მესამე პარტიის ადგილი უბრალოდ არ არის. როგორც ჩანს, დონალდ ტრამპი ამას ამბობს თავის გამოცდილებაზე დაყრდნობით, რადგან გახსოვთ, რომ 1999 წელს ისიც იყო მესამე პარტიაში გაწევრიანებული რეფორმების პარტია და პრეზიდენტობაც კი ცადა 2000 წელს, თუმცა კრახით დასრულდა ეს. ახლა 2025 წელია და ილონ მასკს ჯერა რომ მესამე პარტიას აქვს შანსი რომ გაიმარჯვოს. მის გეგმებზე ჩვენ შეგვიძლია ახლა მოусმინოთ მის განცხადებას. თქვენ გსურთ ახალი პოლიტიკური პარტია და მიიღებთ კიდეც, როცა საქმე ეხება ჩვენი ქვეყნის გაკოტრებას ფლანგვითა და კორუფციით. ჩვენ ერთპარტიულ სისტემაში ვცხოვრობთ და არა დემოკრატიაში. დღეს ყალიბდება ამერიკის პარტია, რათა თავისუფლება დაგიბრუნდეთ. სასაცილოა მესამე პარტიის დაარსების იდეა. ჩვენ რესპუბლიკურ პარტიასთან ერთად უზარმაზარ წარმატებას მივახციეთ. დემოკრატებს გზა აებნათ, მაგრამ ყოველთვის ორპარტიული სისტემა იყო და ვფიქრობ, რომ მესამე პარტიის შექმნა მხოლოდ დაბნეულობას ზრდის. ამბიციები ნამდვილად დიდია, თუმცა რამდენად მომგებიანია ნათია ამერიკაში მესამე პარტიის ჩამოყალიბება და საერთოდ რა ვიცით ამ დროისთვის გადადგა თუ არა ილონ მასკმა კონკრეტული სამართლებრივი ნაბიჯები პარტიის ჩამოსაყალიბებლად, რაც ბუნებრივია ფედერალურ საარჩევნო კომისიაში ოფიციალურად დარეგისტრირებას გულისხმობს. დარეგისტრირდა თუ არა პარტია ოფიციალურად ჯერჯერობით არ ვიცით, სავარაუდოდ შეგვატყობინებს სოციალური ქსელის მეშვეობით, X-ის მეშვეობით, თუმცა ამ ახალი პარტიის მიზანი ვიცით, ეს იქნება მთავარი მიზანი საბიუჯეტო ხარჯების შემცირება, რას ურს მასკს ერთია და რა არის რეალობა ეს უკვე მეორე, აქვს თუ არა მომავალი მესამე პარტიას ამერიკაში. ექსპერტები ამბობენ, რომ არა. ახალი პარტიის შექმნა არის იურიდიულადაც და ფინანსურადაც ძალიან დიდი გამოწვევა. ამ პარტიას ასევე სჭირდება პოლიტიკოსები, რომლებიც გაწევრიანდებიან და ამ მომრჩევლები, რომლებიც ამ პოლიტიკოსებს მისცემენ ხმას არჩევნებზე. თუმცა ექსპერტები ამბობენ, რომ ამის მზაობა ამერიკაში ჯერჯერობით არ არის. მესამე პარტიაზეა საუბარი. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის ორპარტიულ სისტემას ხშირად აკრიტიკებენ როგორც რესპუბლიკელები, ასევე დემოკრატები, რეალურად შანსი მას არ აქვს. უკვე აღვნიშნე, რომ თავის დროზე არც ტრამპს არ გამოუვიდა ეს, ასევე იყო კიდევ ერთი მცდელობა მილიარდერის 1992 წელს როსპერო მიყარა კენჭი დამოუკიდებლად, თუმცა წააგო დემოკრატთან ბილ კლინტონთან. როგორც ჩანს, ილონ მასკი ფიქრობს, რომ მას შეუძლია ამ მოჯადოებული წრიდან გამოსვლა და გამარჯვება, რადგან ამბობს, რომ მომდევნო წლის შუალედურ არჩევნებში ეს პარტია იქნება ძალიან აქტიური და მისი მიზანი იქნება რამდენიმე წარმომადგენლისა და სენატორის კანდიდატის მხარდაჭერა. მოახერხებს თუ არა მილიარდერი ამას, ჩვენ გავიგებთ 2026 წლის ნოემბერში არჩევნების დროს. დავალოდოთ რესურს მასკი. მადლობა, ეს ნათია ჩეხერია იყო.